დაგვერხა ხალხო რა. კაპიტალურად დაგვერხა ეს კაცი ერთხელ რო წამოდგეს საფლავიდან და ქართველებს რო გკითხოს რომ ჩემი ბიუსტი სადმე როგორ არ დადგითო. აი რა პასუხი უნდა გავცეთ არ ვიცი, სირცხვილია ხალხო ღმერთი დაგვრჩის რა. ჯემალ აჯიაშვილი მყავს მხედველობაში, ანუ ეს იყო თარგმნელი პოეტი და მწერალი, რომელმაც ებრაული პოეზია თარგმნა იურითიდან ქართულად. თვითონ ქართველი ებრაელი იყო და ნუ შექსპირსაც თარგმნიდა და თვითონ წერდა, არის ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საბას პრემიის და ანუ მისი წიგნი ფიზიკურად ვერ ვიშოვე ვერსად. აი ეს ებრაული პოეზია ბუკინისტებში, ონლაინ ყველგან ვეძებე და ვერსად ვერ ნახე. ერთადერთი რაც ხელში ჩამივარდა არის აი ეს არის პეგასის კრებული შექსპირის და ერთ-ერთი მისი პოემა ლუკრეცია, რომელიც ამ კაცმა თარგმნა, არის შესული. ხოლო სხვა არაფერი არ არის. ამაში ფულს არ მიხდიან, იმიტომ რომ არ ალაიქებთ, მაგრამ ანუ თქვენთვის ლაპარაკობ რა, თუ სადმე შეგხვდათ უეჭველი იყიდეთ, ანუ აი ეგრევე დაავლეთ ხელი და იყიდეთ, იმიტომ რომ ვისაც პოეზია არ გიყვართ, ხო შეგაყვარეთ და ვისაც გიყვართ, ანუ ბნედას დაგმართებთ. ეს კაცი, რასაც ქართულ ენას უშვება, კარგი გაგებით ცხადია, ანუ აი ჯადოქრობაა ჩვეულებრივი, აი გენიალურია. და ვინმეს თუ მიგიწვდებათ ხელია გაქვთ, უიცნობთ ვინმეს, ვისაც ეს კრებული აქვს, დამაკავშირეთ, ძალიან გთხოვთ, რომ ანუ ვიპოვო ეს ამის თარგმნილი ებრაული პოეზია და არხიც გამოიწერეთ, დამიკომენტარეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ ვინმე კონკრეტულ პოეზიან თარგმნელზე რამე ინფორმაცია და ვიდეოს ჩავწერ და გახსოვდეთ, პოეზია უპირველეს ყოვლისა.